საქართველოს უკვე მეორედ ევროვიზია 2011-ის გამარჯვებულია. 13 ქვეყანას შორის პირველი ადგილი ქართულმა საბავშვო ჯგუფმა Candy მოიპოვა. გამარჯვებულები თბილისში დღეს დაბრუნდნენ. ქართველი გოგონების სიმღერით Candy Music 108 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ, მეორე ადგილი ჰოლანდიას, მესამე კი ბელორუსს ერგო. რიგით მეცხრე საბავშვო ევროფესტივალს სომხეთმა უმასპინძლა. ხიარული განწყობა და მოულოდნელი დახვედრა ჯგუფ Candy-ს გულშემატკივრებმა თბილისის ცენტრალში მოუწყვეს. ძალიან გახარებულები ვართ და ბედნიერები და დიდი სტიმული გვაქვს, რომ ვიმუშაოთ, განვაგრძოთ ჯგუფის შემოქმედებითი პროცესი და განვითარდეს ეს ჯგუფი. ესვე გამარჯვებული ჯგუფის წევრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია შეხვდა და პატარა მომღერლებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. Candy-მ გულშემატკივრებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. 2011 წლის საბავშვო კონკურსზე პირველი ადგილი ქართველმა მომღერლებმა 108 ქულით დაიკავეს. კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების მოხიბლა Candy-მ სცენაზე გამოსვლისთანავე დაიმსახურა. პროფესიონალების შეფასებით Candy ინდივიდუალური შესრულების განსაკუთრებული მანერითა და ხიარულებით გამოირჩეოდა. საბავშვო ევროვიზია 2011-ის ფინალი ერევანში დემირჩენის სახელობის სპორტულ კომპლექსში გაიმართა. კონცერტში ევროპის 13 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ქართველი კონკურსანტები სცენაზე მე-12 ნომრად გამოვიდნენ და ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერა Candy Music-ი შეასრულეს. ესეთი შედეგი აქამდე ქონდა ბელორუსიას, ანუ ორჯერ მოიგეს მათ საბავშვო ევროვიზია და ეხლა გავხდით ჩვენ ჩემპიონები მათთან ერთად, ანუ ორჯერ საბავშვო ევროვიზიის მოგება ეს ცოტა წარმოუდგენელია ყველა ქვეყნისთვის და რაც მთავარია ჩვენ ამას მივახცეთ და პირველ რიგში ბავშვებმა მიაღწიეს ამას ყველაფერს და მათ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის რომ გამარჯვება მოეპოვებინათ. საბავშვო ევროვიზიის კონკურსს მომავალ წელს ჰოლანდია უმასპინძლებს. მუსიკალური დღესასწაულს კი ქართული ჯგუფი Candy Music-ით გახსნის.